მოგესალმებით. დღეს მინდა გაგიზიაროთ ზეფირი მინანქრის რეცეპტი. მას შესაძლოა საქმეს დაგჭირდებათ შაქარი, ჟელატინი, წყალი და ლიმონის წვენი. ინგრედიენტების ზუსტ პროპორციებს დავწერ ვიდეოს აღწერაში. ჟელატინს დაასხეთ წყლის ნახევარი, მეორე ნახევარი დაასხეთ შაქარს, ასევე დავუმატეთ ლიმონის წვენით და დადგეთ დაბალ ცეცხლზე, რათა მოუდგოდეს სიროპი. შაქარი უნდა გადდეს კარგად. შემდეგ გადმოვდგათ, ვაცადოთ რომ ეს ბუშტები ცოტათი დაჯდეს, რომ ძალიან წყალში ჟელატინის ჩადება არ შეიძლება და შემდეგ ჩავდოთ ეს ჩვენი გაფროებული ჟელატინი. მოვვრიოთ, კარგად რომ გაიხსნას სიროპში და ავდგებოთ მიქსერით. საშუალოდ 2-3 წუთი არის საკმარისი. აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქტიურობისთვის. მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გემრიელი კულინარიული არხისაც ბევრი მარტივი რეცეპტი დაგხვდებათ და გელოდებით კომენტარებში თქვენ როგორი მინანქრით თუ შაქრის პუდრით გიყვართ პასკები. შეხედეთ, ეს არის მინანქრის მზა სტრუქტურა. პირდაპირ ამოავლეთ შიგნით ჩვენი პასკები. შრება ძალიან მალე. ანუ თუ გინდათ ზემოდან კიდე რამე დაადოთ, ყვავილები ვთქვათ, ან მოსართავები ფერადი, მაშინ აი ეხლავე უნდა გავუკეთოთ თავზე, თუ არა და შემდეგ უკვე ისე გაშრება, რომ ვერაფერს ვეღარ გავუკეთებთ. ესეც არის უკვე ცოტათი შემშრალი, არ იწვეთება და რჩება შრება ესეც. სტრუქტურაზე არის ძალიან გემრიელი. მადლობა და ნახვამდის.